ჩვენ ეს ყველაფერი წინასწარ ხედავდით. 2025 წლის ივნისში გითხარით, რომ აშშ-ს და ირანს შორის ომისთვის უკუთვლა უკვე დაწყებული იყო. ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩი დასრულდა, მაგრამ დაძაბულობა კვლავ იზრდებოდა. და ერთ წელზე ნაკლებ დროში დაიწყო ოპერაცია ეპიკური ვისხვა. The military show-მა გამოკვეთა ამ ყველაფრისკენ მიმავალი გზა. ახლა ჩვენ წინასწარ მეტყველყოლებთ, როგორ დასრულდება ომი ირანთან. პირველ რიგში მოდით გადავხედოთ, რა მდგომარეობაშია ომი ირანთან. ამჟამად აშშ-მ ჰორმუზის სრუტეში საკუთარი ბლოკადა შექმნა, რათა ირანის ადრინდელი მცდელობები შეეჩერებინა. ამერიკის ბლოკადის მიზანია ირანის ფინანსურად დასუსტება და ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ომის დასრულების სცენაში, რომელსაც ჩვენ ვიწინასწარ მეტყველებთ. მაგრამ ირანი ჯერ კიდევ არ აპირებს ჩუმად გაქრობას. რეჟიმი კვლავ ცდილობს სრუტე კომერციული გემებისა და ნავთობის ტანკერებისთვის მიუწვდომელ ზონად აქციოს. ხოლო 22 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა, ანუ IRGC-მ, სრუტეში გადასვლის მცდელობისას 2 გემი შეაჩერა. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა აშშ-სა და ირანს შორის კვლავ არასტაბილური ზავი მოქმედებს. ტრამპის ადმინისტრაცია ირანს თხოვს გახსნას სრუტე და გადასცეს ბირთვული მასალები. ირანი მზად არის პირველი მოთხოვნის შესასრულებლად, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება მეორეს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მათი სტატუსი გაურკვეველია და რამდენიმე ნიშანი მიუთითებს, რომ თუ რამე არ შეიცვალა, ოპერაცია ეპიკური რისხვა შესაძლოა კვლავ განახლდეს. იმედი, რომ აპრილის ბოლომდე კიდევ გაიმართება მოლაპარაკებები, უკვე ქრება, რასაც რეალურ დროში ვხედავთ, შეიძლება იყოს ის, რომ დენთის კასრი კვლავ აფეთქებისთვის ემზადება. და თუ ეს მოხდება, არსებობს 3 ფაქტორი, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს შეუერთდეს და ომის დასრულება გამოიწვიოს. არც ერთი მათგანი არ არის სასარგებლო რეჟიმისთვის. დავიწყებთ პირველ ფაქტორს, ირანის ისლამური რეჟიმის შიგნიდან დაშლას. ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ოპერაცია მბრძვინავი ლომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტია. ის სასიკვდილო სიზუსტე, რომლითაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის რეჟიმისა და ირანის რევოლუციური გვარდიის ლიდერები დაასახელეს სამიზნედ. ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხომეინი ომის დაწყებიდან პირველ 24 საათში გარდაიცვალა. ბუნკერების გამანადგურებლებმა ის და მისი რამდენიმე თანამემამულე მალულ კომპლექსში გაანადგურეს. მას შემდეგ კიდევ ბევრი ირანელი ლიდერი დაიღუპა. აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი კამპანიის დაწყებიდან ერთ კვირაში ირანის 40-ზე მეტი სამხედრო მეთაური გაანადგურეს. მათ შორის იყო ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი მოჰამად ბაქფური. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსიც ასევე მოკლეს, ისევე როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გენერალი აზიზ ნაზიზადე. აშშ-ს და ისრაელიც ასევე კონცენტრირებულნი იყვნენ ირანის სარდლობისა და მართვის ცენტრების მწყობრიდან გამოყვანაზე. ასევე ირანის რევოლუციური გვარდიის შტაბ-ბინის კიდევ ერთხელ განადგურებაზე, ომის პირველივე კვირაში. ამ ყველაფერს 2 მიზანი ჰქონდა. ოპერაციულად ირანის პასუხი ოპერაცია ეპიკური რისხვისადმი შესუსტდა, მისი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების დიდი ნაწილის დაკარგვის გამო. ძნელია პასუხის ორგანიზება, როცა ისინი, ვინც ორგანიზებას აკეთებენ, გარდაცვლილები არიან. გველს თავი რომ მოაჯრა, სხეულიც გვხვდება. სიკვდილი ნელა ხდება, რაც მეორე მიზანთან მიგვიყვანს. აშშ-ს სურდა ისეთი სცენარი შეექმნა, სადაც ირანის რეჟიმი შიგნიდანვე საკუთარ თავს შთანთქავდა. შიდა ბზარები შეიძლება გახდეს ის, რაც ირანს გაანადგურებს და უკვე ვხედავთ ნიშნებს, რომ რეჟიმში პრობლემებია, რაც ძალაუფლებისთვის ბრძოლებს შეიძლება გამოიწვიოს. ავიღოთ მაგალითად ალი ხამენეის მემკვიდრე, მისი შვილი, მუჯთაბა ხომეინი. ზედაპირზე ჩანს, რომ შვილის მამის მემკვიდრე დანიშნა ლოგიკურია და ზოგი ამას სამეფო მიდგომადაც კი მიიჩნევს, იმ ლიდერობის კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც აშშ-მ თავის ადრეული დათმობით შექმნა. მაგრამ ახალგაზრდა ხამენეი ის ფიგურა არ არის, რომელიც ირანის რეჟიმს ახლა სჭირდება. სახელმწიფო ტელევიზიაში თითქმის სრულად არ ჩანს. იმდენად, რომ რეჟიმი ახალი უზენაესი ლიდერის AI-ით შექმნილი ვიდეოების გამოყენებაში დაადანაშაულეს. თითქოს ამით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ის კარგადაა. გავრცელებული ხმებით, მუიტაბ ხამენეი სერიოზულად დაშავდა იმ დარტყმების შედეგად, რომლებმაც მისი მამა იმსხვერპლა. ირანის რეჟიმს ძლიერი ფიგურა სჭირდება, რათა ავტორიტარული კონტროლი შეინარჩუნოს ქვეყანაში. მუიტაბა ხამენეი ასეთი ფიგურა არ არის. ასევე არსებობს გზა, რომლითაც უმცროსი ხამენეი ხელისუფლებაში მოიყვანეს. ეს ტრადიციულისგან ძალიან შორს იყო. ირანი ჩვეულებრივ იტენებს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც უზენაესი ლიდერის არჩევისთვის ბევრ კონსულტაციას მოითხოვს. ამჯერად ეს ყველაფერი არ იყო დაცული. ირანის ისლამურმა რევოლუციურმა გვარდიამ თავისი გავლენა გამოიყენა, რათა ახალი ლიდერი სწრაფად აერჩიათ. ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო უწყვეტობის შენარჩუნება, მაგრამ მუჯთაბა ხამენეის აღზევება ეწინააღმდეგება ირანის რეჟიმის მთელ იდეოლოგიას. სისხლი არ განსაზღვრავს, ვინ უხელმძღვანელებს ირანს. ყოველ შემთხვევაში ასე არ უნდა იყოს. სულიერი ავტორიტეტი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს, ვინ გახდება უზენაესი ლიდერი, უნდა დაიმსახურო. ირანის რეჟიმის დაარსება სწორედ ფეჰლავების მონარქიის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო ახლა ირანის საკუთარ მონარქიულ სტრუქტურაში ეშპაურაში ეშვება. ქვეყანაში ბევრი ადამიანი იქნება, ვინც ამ მოვლენათა განვითარებით უკმაყოფილო დარჩება. ახლა, როცა სიტუაცია ნელ-ნელა მშვიდდება და აშშ-ში ბომბები ბლოკადებით შეცვალა, კითხვების დასმა შეიძლება დაიწყოს. თავარი კითხვა კი ასეთია: არის თუ არა მუიტაბა ხამენეი ამ საქმისთვის შესაფერისი ადამიანი?
ის დამსახურებაზე დაფუძნებული და სულიერი ჯაჭვები, რომლებიც ირანის რეჟიმს ერთიანად აკავებდა, ახლა გატეხილია, რაც საფუძველს ქმნის, რომ უკმაყოფილება გაიზარდოს და დაძაბულობა ახალ გატეხილ ირანის რეჟიმში კიდევ უფრო გამძაფრდეს. ეს ყველაზე მეტად ირანის რევოლუციური გვარდიის შიგნით იქნება თვალსაჩინო. მიუხედავად იმისა, რომ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ მუიტაბა ხამენეის დანიშვნისას სცადა თავი ერთიან ძალად წარმოეჩინა, რეალურად ეს ორგანიზაცია ფრაქციული ალიანსებისა და რეგიონული ლიდერების რთული ქსელია. ირანის რევოლუციური გვარდიის შტაბი აღარ არსებობს, ისევე როგორც ბევრი იმ ადამიანიდან, ვინც ამ ფრაქციებსა და რეგიონებს აერთიანებდა. ბალოჩები, ქურთები, აზერები და არაბები ყველა ირანის რევოლუციური გვარდიის შემადგენლობაში არიან და მათი ეთნიკური დაძაბულობა ირანის ხელმძღვანელობაში არსებულ ქაოსთან ერთად შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. საკმარისია ერთი ძლიერი და ქარიზმატული ლიდერი, რომ მუიტაბა ხამენეის აღზევება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შეიძლება ომი დაიწყოს და არა ის, რომელიც აშეთეშონ წამოიწყო. ირანის ხელისუფლებამ უკვე იცის, რომ ეს საფრთხეა. უკვე 5 მარტს, როცა აშშ და ისრაელი ასრულებდნენ თავიანთ პირველ კამპანიას რეჟიმის გველის თავის მოსაკვეთად, Middle East Time გავრცელა ინფორმაცია, რომ ირანში პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები უკვე ემზადებოდნენ სამოქალაქო ომის შესაძლებლობისთვის. საინტერესო დეტალია, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსს და ირანის ოფიციალურ არმიას მიეცათ ინსტრუქცია იმოქმედონ დამოუკიდებლად თუ ცენტრალურ სარდლობასთან კავშირი გაწყდება და ორივეს მიენიჭა უფრო ფართო უფლებამოსილებები. რა მოხდება თუ ეს ორი სამხედრო ძალა გადაწყვეტს, რომ მათ სხვადასხვა მიზნები აქვთ. ორივე ასევე განლაგებულია ირანის დასავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში, რომლებიც როგორც Middle East Eye აღნიშნავს, სეპარატისტული მოძრაობების კერებია. განსაკუთრებით ქურთისტანი შეიძლება პრობლემად იქცეს. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ირაყის ქურთისტანში ბაზირებულმა ირანელი ქურთების 5 მილიციამ გამოაცხადა, რომ მათ სტრატეგიული ალიანსი შექმნეს ირანის ხელისუფლების დასამხობად. სამოქალაქო ომისთვის საჭირო ნაწილები თანდათან თავის ადგილს იკავებს. აშშ-ისთვის ეს ნიშნავს, რომ ირანთან ომის დასასრული შეიძლება უბრალოდ გულისხმობდეს გვერდზე გადგომას და ამ პროცესების ბუნებრივად განვითარებას. რეჟიმი სუსტია. იგივე შეიძლება ითქვას მის ახალ უზენაეს ლიდერზეც, როგორც ფიზიკურად, ასევე მისი ძალაუფლების პრეტენზიის თვალსაზრისით. ირანის რევოლუციური გვარდია და ქვეყნის ოფიციალური არმია სულ უფრო მეტად დაყოფილია და როგორც ჩანს, იმდენადვე არიან დაკავებულნი რეგიონული დაპირისპირებების მოგვარებით, რამდენადაც აშეთეშოს წინააღმდეგ ბრძოლით. და ირანის გარეთ ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც 10 წლეულებია რეჟიმის მიერ ჩაგრულნი არიან, ატალიებებენ ალიანსებს. შესაძლოა რთული საქმე უკვე გაკეთებულია. ახლა აშშ-ს შესაძლოა უბრალოდ მოუწიოს და ელოდოს, როდის გაანადგურებს ირანის რეჟიმის საკუთარ თავს შიდა დაპირისპირებითა და სამოქალაქო არეულობით. ეს პირველი ფაქტორი კიდევ უფრო დაასუსტებს უკვე დაყოფილ ირანის ხელმძღვანელობას. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ის შეიძლება პირველსაც დაემატოს და ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის ბევრად უკეთესი შედეგი მოიტანოს ირანის მომავალი ხელმძღვანელობის თვალსაზრისით. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, აი რატო ვქნით The Military Shows, რომ ავხსნათ როგორ მოძრაობს რეალურად ძალაუფლება. თუ არხზე ახალი ხარ, აუცილებლად გამოიწერე, რომ არ გამოგჩეს შემდეგი ვიდეოები. მეორე ფაქტორი, ირანის ხალხი აჯანყდება და ერთხელ და სამუდამოდ დაამხობს რეჟიმს. უკვე ვისაუბრეთ განხეთქილებებზე და უამრავი მაგალითი ვნახეთ, როგორ არსებობდა ისინი როგორც ქუჩებში, ასევე ირანის იერარქიაში, როდესაც ალი ხამენეის სიკვდილი გამოცხადდა. ზოგი ირანელი გლოვობდა, როგორც მათ დაავალეს. ბევრმა სხვამ ალი ხამენეის სიკვდილი იზეიმა ირანის სხვადასხვა ქალაქში, რაც აჩვენებს იმ უკმაყოფილების წყაროს, რომელმაც გამოიწვია ზამთრის პროტესტები და მიიყვანა ირანი დღევანდელ მდგომარეობამდე. ამ პროტესტებმა ასევე აჩვენა, თუ როგორ ახშობს ირანის რეჟიმი განსხვავებულ აზრს. იანვრის ბოლოსთვის ამ პროტესტების შედეგად 6000 ადამიანის დაღუპვა დადასტურებული იყო. რეალური რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ყოფილიყო. The Guardian-ის ინფორმაციით 33000-ან მეტი ადამიანი შეიძლება დაღუპულიყო, როდესაც ირანის ხალხი ომის დროს თავის ლიდერებს აპროტესტებდა. ამბოხებების ჩახშობა ირანის რეჟიმისთვის ახალი არაფერია. ირანის მოსახლეობამ უკვე რამდენჯერმე აიმაღლა ხმა 21 საუკუნეში 2009, 2019 და 2022 წლებში, იანვარი 2026 წლის პროტესტებამდე. ყოველ ჯერზე რეჟიმის მხრიდან ამ პროტესტების ჩახშობა უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ჯარისკაცებს უბრძანებენ კიდევ უფრო მეტ სამოქალაქო პირზე გახსნან ცეცხლი. ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ქუჩაში მყოფთა რისხვას და ამასთან ერთად უფრო მეტ განხეთქილებას იწვევს ირანის რევოლუციურ გვარდიასა და ირანის არმიაში. ბევრი ჯარისკაცი დაფიქრდება, რატო უნდა მიმართონ იარაღი საკუთარ ხალხზე, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი ქვეყანა დაიცვან. ამ ჯარისკაცებს ახლა შეიძლება კითხვები უჩნდებათ. მათ ნახეს, როგორ მძიმედ დააზიანეს ამერიკულმა და ისრაელის ბომბებმა კარგის კუნძული, გაანადგურეს ირანის ხელმძღვანელობა და გაანადგურეს მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. მათ ასევე ნახეს, როგორ მოვიდა მუიტაბა ხამენეი ხელისუფლებაში ისე, რომ ეს ეწინააღმდეგება ირანის რევოლუციის მთელ არსს, რომლის მიზანიც იყო მემკვიდრეობითი ძალაუფლების გაუქმება. რამდენი თანაგზნობა ტალიბდება ირანის სამხედრო სტრუქტურებში იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ქვეყნის ჯარისკაცები ესვრიან. რაღაც განსხვავებული იგრძნობა იმ პროტესტებში, რაც 2026 წლის იანვარში მოხდა. ისინი იყო ცოცხალი ნიშანი იმისა, რომ ირანის რეჟიმი, თუნდაც ყველაზე ძლიერ მდგომარეობაში, ვერასდროს შეძლებს ხალხის ნების სრულად ჩახშობას.
ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც რეჟიმმა დააჩოქა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაანადგურა. ოპერაცია ეპიკური რისხვა და ოპერაცია მრთვინავი ლომი ასევე უფრო გონიურულად ირჩევდნენ სამიზნეებს, ვიდრე შეიძლება ჩანდეს. ირანის სამხედრო აპარატი განადგურებულია, მაგრამ მისი სამოქალაქო მმართველობის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხელუხლებელი. ეს იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება. ინფრასტრუქტურა კვლავ ადგილზეა. ისინი მით შეიძლება ირანის რეჟიმის წინააღმდეგ აღდგნენ, ბევრად უფრო მარტივად შეძლებენ ძალაუფლების გადაბარებას. ისლამური რესპუბლიკა დაცემას ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ეს დაცემა შეიძლება მოხდეს იმ მიზეზით, რომ ქვეყნის მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევს რევის რეჟიმს და ჯარისკაცები ირჩევენ არ მოკლან მშვიდობიანი მოქალაქეები, მხოლოდ იმისთვის, რომ დაიცვან ლიდერი, რომელიც მათ არ აურჩევიათ. თუმცა ირანის რეჟიმის დამხობა ერთ ღამეში არ მოხდება და ეს მხოლოდ ქუჩაში არსებული უკმა ოფილებით ვერ მიიღწევა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს ირანის მოსახლეობას დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ასე რომ ნათელია რა დასასრული სურს აშშ-ს ირანთან ომისთვის. მაგრამ ქუჩებში არსებულ რისხვას მიმართულება სჭირდება. სიმბოლური ფიგურა ან ლიდერი, რომელიც შეძლებს გაყოფილი მასების გაერთიანებას ერთიან ძალად, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს დაზიანებულ ისლამურ რესპუბლიკას. საჭიროა მკაფიო ლიდერობისა და მომხიბვლელი ხედვის კომბინაცია ირანის მომავლისთვის. ირანს ასეთი ადამიანები უკვე ყავდა. მწვანე მოძრაობამ, რომელიც 2009 წლის სადავო არჩევნების შედეგად გაჩნდა, წარადგინა ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მիր ჰუსეინ მუსავი. მათი ხმები წარმატებით ჩაახშო ისლამურმა რესპუბლიკამ. მაგრამ ეხლა ეს რესპუბლიკა გატეხილია და აშშ-სა და ისრაელის დარტყმებმა მისი ფარსადობა დაამტკიცა. შახშობა აღარ არის ისეთი მარტივი, როგორიც ადრე იყო. ომის დასასრულებლად ირანის ხალხის რეჟიმის მოცილების ნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაზეც აშშ-ს უნდა დაეხტუნოს. ამერიკამ უკვე შექმნა ბზარები ირანის ხელმძღვანელობაში. ახლა დგება დრო, რომ ხარი დაუჭიროთ ირანში მყოფ ხალხს. ეს მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს მეტი ავიადარტყმებით, რომლებიც ირანის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ნარჩენებს კიდევ უფრო შეასუსტებს. თუმცა მხოლოდ ავიადარტყმები არ არის საკმარისი რეჟიმის დასასრულებლად. საჭირო იქნება სახმელეთო კამპანია. აშშ არაპირებს გამოყოს 500,000 ჯარისკაცი. ჯარისკაცი როგორც Foreign Affairs ამტკიცებს, რომ ირანს და რანის დასაკავებლად იქნება საჭირო. მაგრამ ის, რაც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება გააკეთოს, არის თავისი სამხედრო გამოცდილების გაზიარება იმ ირანულ ჯგუფთან, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ აღდგება. აშშ-ს უკვე ჰყავს ათასობით პერსონალი სპარსეთის ყურის რეგიონში, მათ შორის სამხედრო ბაზებზე განლაგებული სამხედროები, ასევე პარაშუტისტები და საზღვაო ქვეით და საექსპედიციო დანაყოფები, რომლებიც ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში ჩავიდნენ. ეს სახმელეთო ძალები შეიძლება გამოყენებულ იქნას ამფიბიური შეტევებისთვის ირანის კუნძულებზე ჰორმუზის სრუტეში, რაც მესამე ფაქტორზე გადაგვიყვანს, რომელსაც მალე განვიხილოთ. თუმცა თუ ირანის ხალხი იპოვის ლიდერს და ხედვას, რომელსაც შეძლებენ გაახმენ, აშშ-ს შეიძლება შეეძლოს თავისი სახმელეთო ძალების გამოყენება დასახმარებლად. ტრენინგი და ტაქტიკური რჩევები ფასდაუდებელი იქნება ირანში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აჯანყების ორგანიზებას ცდილობენ, ისევე როგორც ბაზების შექმნა ირანში, რომლებიც დაცულია ირანის რევოლუციური გვარდიის ან ირანის არმიის გავლენისგან. ეს ყველაფერი სუფთად არ ჩაივლის. დასავლეთში მოქმედი მიძინებული ქსელები და რეგიონული ჯგუფები ირანში პრობლემებს შექმნიან. მაგრამ ახლა აშშ-ს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს მიმდინარე რეჟიმიდან გადასვლის დაგეგმაში. ირანის ხალხი შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ გარდამავალ პროცესში, მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც გავლენას მოახდენს ირანის ომის დასრულებაზე – სპარსეთის ყურის ქვეყნები. თუ ირანის პასუხმა ოპერაცია ეპიკური რისხვაზე რამე დაამტკიცა, ეს არის ის, რომ ირანი ისეთ დიდ და საშიშ მოძალადედ არ ჩანს ახლო აღმოსავლეთში, როგორც წლების განმავლობაში ცდილობდა თავის წარმოჩენას. დიახ, ირანი ესმოდა სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რაკეტები და დრონები დაფრინავდნენ. ხოლო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ომის დაწყებიდან მოყოლებული 2800 ირანული რაკეტა და დრონი ძირითადად სამოქალაქო ობიექტებს დაეცა. ის სიტუაცია, რომელსაც სპარსეთის ყურის ქვეყნები ყოველთვის ეშინოდათ, უკვე დადგა და მიუხედავად იმისა, რომ ირანის თავდასხმების საშიში იყო, შესაძლოა ეს მაინც არ იყოს ისეთი მძიმე, როგორც ამ ქვეყნებს ეგონათ. ერთ-ერთი რამ, რაც ამ ომმა გამოიწვია, არის ის, რომ აშშ-სა და სპარსეთის ყურის მრავალ ქვეყანას შორის არსებული ალიანსები ჭრილიდან საჯარო სივრცეში გადმოიდანა. ატლანტიკური საბჭოს მიხედვით სპარსეთის ყურის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ისინი იღებდნენ შურისძიებას იმ ალიანსების გამო, რომელთა საჯაროდ სრულად განხილვაც მათ არასდროს შეეძლოთ. ახლა ამ ალიანსებმა გარდამტეხ წერტილს მიაღწიეს. გაურკვევლობა ფანჯრიდან გადაყარეს მას შემდეგ, რაც ირანმა სპარსეთის ყურის მასშტაბით აშშ-ს ბაზებზე დაბომბვა განახორციელა. ზუსტად ისე, როგორც აშშ-შ უნდა გაამახვილოს ყურადღება ირანის ხალხის რეჟიმის შეცვლისთვის მომზადებაზე, ასევე შეუძლია გააძლიეროს ირანის სპარსეთის ყურის მტრებთან ხშირად გაუხმაურებელი ალიანსები, რათა ზეწოლა მოახდინოს. ეს შეიძლება იყოს ნამდვილი გასაღები. სპარსეთის ყურის ქვეყნებს აქვთ რეგიონული ცოდნა და რესურსები, რაც აშშ-ს არ გააჩნია. თუ გარდამავალი პროცესი უნდა მოხდეს, ისინი უნდა იყვნენ ამ პროცესის გულში. აშშ-ს უნდა ჩართოს ეს ქვეყნები ამ გარდამავალი პროცესის დაგეგმვის ეტაპებზე. ირანში არსებული სამოქალაქო საზოგადოებებისა და საკონსტიტუციო ჩარჩოების მხარდაჭერით, აშშ-ს შეუძლია თანამშრომლობა ყურის ქვეყნებთან, რათა უზრუნავყოს, რომ ირანში ხელისუფლებაში არ მოვიდეს სამხედრო დიქტატორი ან უკიდურესი იდეოლოგი.
მტერი შეიძლება მეგობრად იქცეს, თუ აშშ-ს სწორად გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს და ისარგებლებს შანსით, რომ გახდეს საფუძველი, რომელზეც უფრო თანამშრომლობითი ყურის რეგიონი აშენდება. დახმარების პაკეტების მომზადება და ირანის მომავლისთვის გეგმების დასახვა. ახლა უნდა დაიწყოს. ძალაუფლების ვაკუუმი სწრაფად ივსება, როცა გეგმა არ არსებობს და ეს ის სიტუაცია, რისთვისაც აშშ-მ უნდა მოემზადოს. ხარდაჭერის გაწევა სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, ირანის ხალხისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ირანში მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ, ქმნის ერთიანობის იმ დონეს, რომელსაც აშშ-ს მიერ უკვე გახლეჩილი ხელმძღვანელობა ვერ გაუმკლავდება. შემდეგ მოდის ზეწოლა. როცა სპარსეთის ყურის ქვეყნების სრულად მხარეს არიან, აშშ-ს შეუძლია ირანზე ზეწოლა გააძლიეროს. რეჟიმის წინააღმდეგ თავდასხმები შეიძლება ამ ქვეყნების ტერიტორიიდან განხორციელდეს. თავის მხრივ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა შეიძლება აშშ-ს სრულად მისცენ თავიანთი საჰაერო სივრცის ოპერაციული გამოყენების უფლება, რაც მომავალ საჰაერო დარტყმებს ბევრად ამარტივებს. ლოგისტიკური მხარდაჭერა შეიძლება ამ ქვეყნებიდან მიწოდებულ იქნას ირანში მიწაზე მიმდევრე აჯანდინარე აჯანყებისთვის. ახლო აღმოსავლეთის მთავარი მოძალადე მალე მიხვდება, რომ ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია ერთიანი ძალის წინაშე, რომელსაც ხელმძღვანელობს და მართავს ამერიკას ასევე კარგი იქნება თუ მიესალმება სხვა ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ დახმარებას. უკრაინა იმ პოზიციაშია, რომ გახდეს მთავარი მოთამაშე. უკვე ხელს აწევს 10 ოან შეთანხმებებს რამდენიმე სპარსეთის ყურის ქვეყანასთან, რომლებიც უკვე სარგებლობენ უკრაინის მძიმე ბრძოლით მოპოვებული დრონების გამოცდილებით. უკრაინის 200-ზე მეტი დრონების ექსპერტი უკვე მუშაობს სპარსეთის ყურეში და ისინი აქტიურად ეხმარებიან ყურის ქვეყნებს ირანის შაჰიდის დრონების მიერ შექმნილი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ირანის რეჟიმზე დამატებითი ზეწოლაა. როდესაც მისი ერთ-ერთი მთავარი თავდასხმითი საფრთხე სუსტდება, ის ბერკეტს კარგავს. საუბარი ბერკეტებზე რომ გვაქვს, არსებობს ჰორმუზის სრუტე. და ეს გვაბრუნებს ბლოკადაზე, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვახსენეთ. ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს ბლოკადა ირანს ყოველდღიურად 500 მილიონი დოლარი უჯდება ნავთობისა და გაზის გაყიდვებში დაკარგული შემოსავლების გამო. ეს უზარმაზარი თანხაა ყოველდღიურად დასაკარგად იმ რეჟიმისთვის, რომელიც ფინანსურადაც და ასევე აშშ-ს წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შენარჩუნებისთვისაც ძლიერი ბრძვის. ჰორმუზის სრუტეში ბლოკადის შენარჩუნება შესაძლოა სახმელეთო ძალების მხარდაჭერით, რომლებიც დაიკავებენ კუნძულებსა და სანაპირო რეგიონებს, საიდანაც ირანი შაჰიდებსა და სწრაფნავებს უშვებს კომერციულ გემებზე, ნიშნულოვნად დაასუსტებს რეჟიმის ეკონომიკურ ძალას. კვლავაც, ეს ყველაფერი ზეწოლა. ამ ზეწოლას შეიძლება გამოიყენონ მოლაპარაკებების იძულებისთვის, რაც ირანის რეჟიმს აიძულებს ბირთვულ მასალებზე უარი თქვას. მაგრამ ჩვენი პროგნოზია, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვა საბოლოოდ რეჟიმის შეცვლამდე მიიყვანს. მოქმედი რეჟიმი დასუსტებულია. მას ყავს ლიდერი, რომლის ავტორიტეტით შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მისი დანიშვნის ხასიათიდან გამომდინარე. სეპარატისტული ჯგუფები უკვე ყალიბდება და ირანი დეცენტრალიზაციას ახდენს და აძლიერებს თავის სამხედრო ძალებს, რათა სცადოს მათი ჩახშობა. ქუჩებში ხალხი კვლავაც აჩვენებს ცვლილებებისადმი გასაოცარ ნებას, რომელიც შეიძლება კონცენტრირებული იყოს თუ სწორ ლიდერს იპოვიან და შესაბამის მხარდაჭერას გაუწევენ. და სპარსეთის ყურის ქვეყნები აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ირანი ისეთი საშიში არ არის, როგორც ყველას აჯერებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლა აქვს შესაძლებლობა განახორციელოს რეალური და არსებითი ცვლილება. საფუძველი უკვე ჩაკრილია და ზეწოლა უკვე ხორციელდება. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი პროგნოზი ახდეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაამახვილოს ყურადღება ირანში რეჟიმის შემდეგი პერიოდის დაგეგმვაზე. ასე რომ ეს არის ჩვენი პროგნოზი ირანის ომში მომდევნო მოვლენებზე. ეხლა უყურეთ ჩვენს ორიგინალ ვიდეოს, სადაც ვიწინასწარმეტყველეთ ყველაფერი, რაც ირანში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა. ნახაც ბევრად უფრო დიდი ხდებოდა, ვიდრე უმეტესობას ეგონა. ოპერაციები აღმავალი ლომი და შუაღამის ჩაქუჩის შემდეგ. გაიგეთ რა იყო ეს, ჩვენი ვიდეოს ნახვით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზი ოპერაცია ეპიკური რისხვის შესახებ. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.